მე-18 საუკუნის მიწურულს პრუსიის პატარა ქალაქ კენიგსბერგში ყოველდღე ზუსტად 3:30 წუთზე ერთი დაბალი, გამხდარი შესახედაობის კაცი თავისი სახლიდან გამოდიოდა. ის ყოველთვის ერთსა და იმავე მარშრუტს გადიოდა, ერთსა და იმავე დროს ჩერდებოდა და ერთსა და იმავე ადამიანებს ესალმებოდა. ამ კაცს ერქვა იმანუელ კანტი. მეზობლები ამბობდნენ, რომ მისი ცხოვრება უფრო მოწესრიგებული იყო ვიდრე სამყარო. იგი არასდროს დაქორწინებულა, არასდროს დაუტოვებია მშობლიური ქალაქი და არასდროს დაურღვევია თავისი მკაცრი რუტინა. ერთი შეხედვით ის იყო კაცი მანქანა, მაგრამ ამ ერთფეროვანი გარსის მიღმა მის გონებაში მიმდინარეობდა ისტორიაში ყველაზე დიდი აფეთქება. კანტი არ იყო უბრალოდ ფილოსოფოსი, ის იყო გონების არქიტექტორი. მან დასვა ფუნდამენტური შეკითხვა, რომელმაც საძირკველი გამოაცალა ყველაფერს, რაც მანამდე ჭეშმარიტებად მიგვაშენა. არსებობს კი სამყარო ჩვენს მიღმა, თუ ჩვენ თავად ვართ ის, ვინც მას არსებობის უფლებას აძლევს. კანტამდე ფილოსოფია მარტივად ფიქრობდა, რომ სამყარო არის იქ, გარეთ. ის არის ობიექტური, ხარი და ჩვენი გონება უბრალოდ რეალობის სარკეა, რომელიც მას ირეკლავს. თუ ჩვენ გავიხედავთ, დავინახავთ მთას. თუ თვალებს დავხუჭავთ, თა მაინც იქ იქნება. ლოგიკურად ჟღერს არა, მაგრამ კანტმა თქვა, მოიცადეთ. როგორც კოპერნიკმა აღმოაჩინა, რომ ცენტრი არა თუ დედამიწა, არამედ მზეა, მსგავსად, ობიექტები კი არ განსაზღვრავენ ჩვენს ცოდნას, არამედ ჩვენი გონება განსაზღვრავს ობიექტებს. დაფიქრდით, როგორ აღვიქომთ რეალობას? ჩვენ ვერაფერს ხედავთ სივრცის გარეშე და ვერაფერს განვიცდით დროის გარეშე. ჩვენ გონია, რომ სივრცე და დრო სამყაროს მახასიათებლებია, რომლებშიც ცხოვრობთ. კანტი კი ამტკიცებს, რომ სივრცე და დრო არ არსებობს ჩვენს გარეთ. ისინი ლინზებია, რომლებსაც ჩვენი ტვინი იყენებს ქაოტური მონაცემების დასახარისხებლად. წარმოიდგინეთ, რომ გიგეთიათ ვარდისფერი სათვალე, რომლის მოხსნაც შეუძლებელია. თქვენი თყვით, სამყარო ვარდისფერია. კანტი კი გეუბნებათ, არა, სამყარო არ არის ვარდისფერი. ეს თქვენი სათვალეა ასეთი. სივრცე და დრო გონების ხელსაწყოებია. თუ სამყაროს დამკვირვებლის თვალით არ შევხედავთ, იქ არ იქნება არც აქ, არც იქ, არც გუშინ და არც სხვა. იქ დარჩება მხოლოდ რაღაც აბსოლუტურად უცნობი. კანტი ავლებს ყველაზე საშიშ ზღვარს. მან სამყარო ორად გაყო. ფენომენი. სამყარო ისეთი, როგორიც ის ჩვენს გონებაშია. ეს არის ყველაფერი, რასაც ვხედავთ, ვეხებით და ვზომავთ. ნოუმენი. საგანი თავისთავად. კანტის განაჩენი სასტიკია. ჩვენ არასოდეს, არც ერთი მეცნიერებით, არც ერთი ტელესკოპით თუ მიკროსკოპით არ გვეცოდინება, როგორია საგანი თავისთავად. ჩვენ სამუდამოდ გამოკეტილები ვართ საკუთარი აღქმის ციხეში. ჩვენ გავართ პილოტებს, რომლებიც მხოლოდ სამართალ პანელს ხედავენ და არასოდეს გაუხედავთ თვითმფრინავის ფანჯრიდან. ჩვენ ვენდობით ინდიკატორებს, რომლებსაც გონება გვიჩვენებს, მაგრამ რეალური სამყარო ჩვენს მიღმა სამუდამოდ ბნელი და მიუწვდომელია. მას არსებობს სამყარო დამკვირვებლის გარეშე. ალბათ არსებობს, მაგრამ ის არაფრით გავს იმას, რასაც ჩვენ სამყაროს უწოდებთ. დამკვირვებლის გარეშე არ არსებობს ფერი, არ არსებობს ხმა, არ არსებობს ფორმა და არც დროის დინება. არსებობს მხოლოდ რაღაც, რაც ჩვენს გარეშე უმოქმედო და აზრს მოკლებულია. ასევე აზრს მოკლებულია ჩვენი არხის არსებობა თქვენს გარეშე. ასე რომ, თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოგხსნათ ჩვენი ახალი ვიდეოები. გავაგრძელოთ. გავიდა 100 წელზე მეტი. კანტის იდეები ბიბლიოთეკების თაროებზე მტვრით იფარებოდა. სანამ მე-20 საუკუნის დასაწყისში ფიზიკოსებმა ატომის გულში არ ჩაიხედეს. იქ მათ აღმოაჩინეს რაღაც ისეთი, რამაც თავად აინშტაინის კი შეაწუწუნა. კვანტური მექანიკა, მეცნიერების ყველაზე ზუსტი და ამავე დროს ყველაზე უცნაური დარგი. ის გვეუბნება იმავეს, რასაც კანტი ჩურჩულებდა კენიგსბერგის ქუჩებში. ეს ექსპერიმენტი არის გასაღები კვანტური სამყაროს უცნაურობების გასაგებად. წარმოვიდგინოთ ეკრანი ორი პარალელური ნაპრალით. მის წინ არის თოფი, რომელიც სათითაოდ ისვრის კვანტურ ობიექტებს, მაგალითად ელექტრონებს. ეკრანის მიღმა კი არის დეტექტორი, რომელიც გვიჩვენებს, თუ სად მოხვდა თითოეული ელექტრონი. სცენარი პირველი. ჩვენ არ ვაკვირდებით ექსპერიმენტს. ლოგიკურად, ჩვენ ველოდებით, რომ ელექტრონები, როგორც პატარა ბურთულები, ან ერთ ნაპრალში გაივლიან, ან მეორეში და დეტექტორზე ორ პარალელურ ზოლს წარმოქმნიან. მაგრამ შედეგი სრულიად განსხვავებულია. დეტექტორზე ჩნდება რთული ზოლებიანი სურათი, რომელსაც ინტერფერენციული სურათი ჰქვია. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ არ ვაკვირდებით, თითოეული ელექტრონი იქცება როგორც ტალღა. ის არ გადის მხოლოდ ერთ ნაპრალში, არამედ გადის ორივე ნაპრალში ერთდროულად და საკუთარ თავთან ინტერფერირებს. სცენარი 2. ჩვენ ვაკვირდებით ექსპერიმენტს. ახლა მოდი შევცვალოთ ექსპერიმენტი. ჩვენ გვაინტერესებს მაინც როგორ გადიან ელექტრონები ნაპრალში. ამისთვის ნაპრალებთან ვაყენებთ დეტექტორს, დამკვირვებელს, რომელიც დააფიქსირებს თითოეული ელექტრონის გატარებას. და აი აქ ხდება წარმოუდგენელი რამ.
როგორც კი ჩვენ ჩავრთავთ დეტექტორს და ვიწყებთ დაკვირვებას, ინტერფერენციული სურათი მყისიერად გაქრება. ელექტრონები წყვეტენ ტალღასავით მოქცევას. დეტექტორზე ჩვენ ვხედავთ ზუსტად იმას, რასაც თავიდანვე ველოდით. ორ მარტივ ზოლს თითოეული ნაპრალის გასწვრივ. როგორც კი ჩნდება დამკვირვებელი, ელექტრონი იგებს, რომ მას უყურებენ და იძულებულია აირჩიოს ერთი კონკრეტული გზა. იგი იქცევა როგორც ნაწილაკი. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი. ეს არის რეალობის ფუნდამენტური კანონი. დამკვირვებელი არა მხოლოდ ხედავს რეალობას, არამედ ის ქმნის მას. კვანტური მექანიკა გვეუბნება, რომ დაკვირვება არ არის პასიური პროცესი. დამკვირვებელი ფუნდამენტურად ცვლის იმ სისტემის მდგომარეობას, რომელსაც აკვირდება. სანამ ჩვენ არ ვაკვირდებით, სამყარო კვანტურ დონეზე არის შესაძლებლობების ბუნდოვანი, ტალღური ოკეანი. ხოლო დამკვირვებლის ჩარევა აიძულებს ამ შესაძლებლობებს, რომ გაქვავდნენ და იქცნენ ჩვენთვის ნაცნობ, მყარ რეალობად. ვერნერ ჰაიზენბერგმა, კვანტური ფიზიკის ერთ-ერთმა მამამ, თქვა: ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არ არის თავად ბუნება, არამედ ბუნება, რომელიც ჩვენი კვლევის მეთოდებს ექვემდებარება. ამერიკელი მეცნიერი დონალდ ჰოფმანი უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ევოლუციამ რეალობის აღქმის უნარის ნაცვლად მოგცა მოსახერხებელი სიმულაცია გონებაში, რომელიც რეალობას გვიხატავს ისე, როგორც ამას კომპიუტერის ეკრანი აკეთებს. როდესაც კომპიუტერზე ფაილის ნიშნულს ხედავთ, თქვენ იცით, რომ ის არ არის ფაილი. რეალურად ის მხოლოდ სიმბოლოა. ნამდვილი ფაილი არის ელექტრონული იმპულსები ჩიპებში. ასევეა სამყაროც, თები, ხეები და ვარსკვლავები, მხოლოდ ჩვენი გონების მიერ შექმნილი სიმბოლოებია, რათა გადარჩენაში დაგვეხმაროს. ნამდვილი რეალობა კი ჩვენს მიღმა და ის საერთოდ არ ჰგავს სივრცესა და დროს. ასე რომ, არსებობს სამყარო დამკვირვებლის გარეშე. თუ ჩვენ მეცნიერებასა და ფილოსოფიას ვკითხავთ, პასუხი ერთია. დამკვირვებლის გარეშე სამყარო არის მდუმარე პოტენციალი. ის არის მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც არავინ ეხება. ის არის წიგნი, რომელსაც არავინ კითხულობს. კანტმა გვასწავლა, რომ ჩვენ არ ვართ სამყაროს პატარა, უმნიშვნელო სტუმრები. ჩვენ ვართ ის არსებები, რომლებიც სამყაროს აზრს ანიჭებენ. ჩვენი გონება არის ის სინათლე, რომელიც აიძულებს ყოფიერებას, რომ გამოვიდეს ჭრილიდან და ფორმა მიიღოს. ამაშია ჩვენი უდიდესი ტრაგედია და უდიდესი სიდიადეც. ტრაგედიაა, რადგან ჩვენ არასოდეს გვეცოდინება აბსოლუტური ჭეშმარიტება. სიდიადეა, რადგან ჩვენ ვართ სამყაროს თანაავტორები.